USA-თან თანამშრომლობის შედეგით უკმაყოფილოა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და ეს პრეტენზია მკვეთრად და დაუფარავად მას შემდეგ გამოითქვა, რაც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ამერიკელი ხალხის ფულის ხარჯვის მიზნობრიობა ეჭქვეშ დააყენა და მათი განხორციელება 90 დღით შეაჩერა. USA-დის ახალმა ხელმძღვანელმა ტრამპის განკარგულება შეცვალა და კვლავ უწყვეტად გაგრძელდება სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარება. მოკლედ, სანამ შტატების ახალი ადმინისტრაცია სექტორულად მოიკვლევს საგარეო მხარდაჭერის ფინანსურ ასპექტებს და მის შესაბამისობას ამერიკელების ღირებულებებთან და ინტერესებთან და გაირკვევა რა პროგრამები გაგრძელდება საქართველოში და სულაც რას ნიშნავს USAID-ის არსებობა საქართველოში, ვისაუბრებთ სტუმრებთან. ფოკუსი ცხადია განათლებაზეა, ამჯერადაც შალვა ტაბატაძეს უნდა მივესალმო, რომელიც ამერიკიდან გვიერთდება ამჯერად. თუ არის სტუმარი ხაზზე. ბატონ შალვა, საღამოშვიდობის, თქვენთან დილა მშვიდობის. მოგესალმებით მარის საღამოშვიდობის. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. ბატონ შალვა, მოკლედ მნიშვნელოვანი ამბები გვაქვს USAID-თან დაკავშირებით. მოდით თავიდან დავიწყოთ უბრალოდ კონტრიბუციით. აი რა კონტრიბუცია აქვს USAID-ს ამ 33 წლის განმავლობაში საქართველოში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გიერთდებით ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა პატიმარს და დაზარალებულს ამ პროცესში და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ყველა იქნება თავისუფალი და ჩვენს გვერდით საქართველოს განვითარების საქმესა და პროცესში. რაც შეეხება შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წილი და მნიშვნელობა ძალიან დიდია საქართველოს განვითარებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ გამოხატული იმ რიცხვებში, რომელიც მან საქართველოს განვითარებისთვის გაიყო, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებში, პროექტებში, ცოდნაში და განვითარებაში, რომელშიც ეს თანხა იყო გახარჯული. აქ მინდა ხაზი გაუსვა ზოგადი მიმართულებით, რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება პირველ რიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იყო როგორც ფინანსური ალოკაცია თანხების იმ დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით და მათ შორის ბიუჯეტის თვალსაზრისით და ფინანსური თვალსაზრისით იყო ეს რესურსი ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი სხვა ასპექტები ჰქონდა ამ დახმარებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო იგივე ცოდნის შექმნა და ცოდნის შემოტანა საქართველოში, რომელიც იმ პერიოდისათვის და დღესაც საქართველოს არ ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი განვითარებისთვის. სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხები ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის განათლების სფეროში და მესამე უშუალოდ პოლიტიკური ფაქტორი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მის საერთაშორისო დახმარების გზით საქართველოს თვალნათლივ იყო მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მაღალი მიმღები დახმარების, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად გამოხატავდა პარტნიორობას და პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის იყო ძალიან და არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი ერთობლივად, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ქონდა საქართველოს განვითარებას და იმ კონდიციას შეიძლება ჩვენ ბევრი პრეტენზია გქონდეს, უფრო სასურველი მდგომარეობა გვინდოდეს რომ იყოს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა რა განვითარების ეტაპზეც ვართ მისული აქ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების როლი იყო და არის ძალიან დიდი. კი ბატონ, ბატონ შალვა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართული მხარის რეაქციაზე, მას შემდეგ რაც ტრამპმა თქვა, რომ უნდა გადაიხედოს მიზნობრიობა ამ დახმარების, ქართული მხრიდან მოყვა შეფასება, რომ კარგი იქნება თუ 3 თვის შემდეგაც არ გაგრძელდება ეს პროგრამები. რაც არ ვიცი, პოლიტიკურადაც სხვა შინაარსითაც ცოტათი საშიში განცხადება იყო ალბათ. ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია ამ განცხადებაზე დაყრდნობით სწორედ 90 დღის შემდგომაც არ მოინდომოს საქართველოს USAID-თან თანამშრომლობა. არის ამის რისკი. მსგავსი მაგალითი თუ არ ვწდები, აზერბაიჯანს აქვს მან უარი თქვა USAID-თან თანამშრომლობაზე. მე გამიჭირდება ამ კონტექსტში ამის პროგნოზირება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარება შეიძლება არ გავრცელდეს საქართველოში და
ამის ხარული იქნება ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს დრამატული შეცდომაა და რა თქმა უნდა ეს ქვეყნის განვითარებისთვის მიმართული პოზიცია არ არის, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების პროგრამები საქართველოში ორიენტირებული იყოს სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და იმ მდგრადობაზე, რაც შეიძლება შეეძინა ჩვენ ქვეყანას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმ პარტნიორულ ურთიერთობებზე და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა. შესაბამისად, ამაზე უარის თქმა და იმის სურვილი, რომ ეს არ ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ, რომ არა პოლიტიკური უმწიფრობის შედეგია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს დახმარება არის მნიშვნელოვანი, მათ შორის თქვენ აღნიშნეთ შესავალ სიტყვაში, რომ ამ დახმარებების დიდი ნაწილი სწორედ მთავრობასთან თანამშრომლობით ხდებოდა და ამ ნაწილში ჩნდება კითხვა, რით დაიმსახურა ეს კრიტიკა და უნდობლობა USAID-მა საქართველოს მთავრობისგან, მით უფრო როცა წლების განმავლობაში ძირითადი მხარდამჭერი იყო საქართველოს მთავრობა. მოკლებული გახდება ის ადამიანები, რომლებიც მთავრობის მეშვეობით იღებდნენ ყველა იმ სიკეთეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოდიოდა და ამით გახარება არ ვიცი რამდენად სწორია მთავრობის მხრიდან, ისევე როგორც ალოგიკური და არათანმიმდევრულია თუკი 30 წლის განმავლობაში შეტაშს უკრავდა და იყავი მთავარი პარტნიორი, ამ შემთხვევაში კრიტიკა არის აბსოლუტურად მიუღებელი. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების აგენტოს მიერ წამოსული დახმარებები ეს არის მხრივი ხელშეკრულების შედეგი, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ნებისმიერი თანხა და მისი მიზნობრიობა კარგად იყო ცნობილი მთავრობისთვის, რადგან ფინანსთა სამინისტროში ის დეტალურად არის თითეული კონტრაქტი აღნოსყული, შესაბამისად ის რომ განსხვავებული პროგრამები ხორციელდებოდა, რომლის კურსის მთავრობა არ იყო, ეს არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ ამ სიკეთეების თითით აღარ ეს სიკეთეები თუ არ იქნება ქვეყნისთვის ეს ამის სასარგებლოდ წარმოჩენა, ვფიქრობ, საკმაოდ უხერხული. კი ბატონო, USAID-ის პროგრამებთან მიმართებით გაჟღერდა ესეთი სიტყვა მავნებლური, მათ შორის ამერიკის მხრიდანაც. რა იყო მავნებლური ამ პროგრამებში თქვენი თვალთახედვით გითხარით და რა ნაწილში შეიძლება იყოს დამაზიანებელი USAID-თან თანამშრომლობა? ამერიკაშიც რა განცხადებები და რა შეფასებები კეთდება, თქვენთვის უფრო მარტივია ალბათ მაგ მყოფი ადამიანისთვის ამ ანალიზის გაკეთება. ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ ცვლილებებთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება. აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინ არ საუბრობს, რომ საერთაშორისო განვითარების მიმართულებით ჩადებული თანხები შეჩერდება. ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. უბრალოდ საუბარია ერთის მხრივ შესაძლო პრიორიტეტების გადახედვაზე საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ შესაძლებელია გადაიხედოს მეთოდოლოგია იმ იდეოლოგიური განსხვავებების თვალსაზრისით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ამ ორ პარტიას შორის. ან თუ დემოკრატები უფრო მემარცხენე მიმართულების პროექტებს აფინანსებდნენ და მნიშვნელოვანი იყო ეს მიმართულება, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მიმართულება თითოეულ ამ პროექტში, ეს მიმართულებები შეიძლება იყოს გადახედილი ამ მიდგომების თვალსაზრისით. თორემ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების მიმართულებით პოლიტიკა გაგრძელდება, შესაბამის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებიდან გამომდინარე, უბრალოდ მეთოდოლოგიურად და ხედვების თვალსაზრისით ის შეიძლება იყოს სხვანაირად ფოკუსირებული. ამიტომ ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამ ინტერესებში მოხდება. რაც შეეხება მავნებლობას საქართველოს კონტექსტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე საუბარი ზედმეტია და იგივე თუ განათლების სისტემას ავიღებთ, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოჩნდა და დაფინანსდა ხოლმე იმ ტიპის პროგრამები და მიმართულებები, რომელიც ფუნდამენტური იყო ჩვენი განათლების განვითარების თვალსაზრისით. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ორი ტიპის პროგრამებზე, ერთი რომელიც უშუალოდ განათლების სფეროზე იყო ორიენტირებული და მეორე პროგრამები, რომლებიც არ იყო განათლების სისტემაზე მხოლოდ ორიენტირებული, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა განათლებას მნიშვნელოვან სეგმენტად მოიაზრებდა. ამ თვალსაზრისით
დიახ. ბატონ შალვა, მინდა რომ შეჯამებისკენ წავიდეთ და გკითხოთ. ჩვენ მოვისმინეთ გასულ დღეებში მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთდა განცხადება, რომ ის საგარეო გრანტები, რასაც ჩვენი ქვეყანა იღებდა და გაცხადდა, რომ ჩვენ ამ გრანტებს ვეღარ მივიღებთ, ჩანაცვლდება ადგილობრივი ფინანსებით და ადგილობრივი გრანტებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელი, რამდენად არის რეალური და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ის საგარეო გრანტები, მაგალითად ამ შემთხვევაში, რომელსაც USAID-ის სახით ვიღებდით, ადგილობრივი ფინანსებით მოხდეს ამის ჩანაცვლება და გარდა ფულადი ნაწილისა, აქ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით ის ცოცხალი კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და ადამიანური რესურსი, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ ამერიკული მხარე და ის იყო ამ ნაწილშიც ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ანუ რომ გავაკეთოთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია მხოლოდ ფულით იმის ჩანაცვლება, რასაც USAID გვაძლევდა. კი ბატონო, როგორც თქვი, ფინანსური ნაწილი იყო მხოლოდ ერთი ნაწილი და მნიშვნელოვანი იყო სხვა კომპონენტები ამ თვალსაზრისით, ცოდნის შექმნისა და განვითარების თუ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამიტომ ფინანსების ჩანაცვლება შესაძლებელია, იყოს შესაძლებელი და ფინანსური რესურსი გამოიყოს საქართველოს ბიუჯეტიდან მისი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა, თუმცა აქ ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ გარკვეულ კონტექსტებზე. სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება შეიძლება იყოს კარგი პოლიტიკა, დემოკრატიული სახელმწიფოებში, რომელიც რასაც დემოკრატიული ინსტიტუტები უკვე განვითარებული აქვს და შესაბამისად მათ გაძლიერებას წინ აღარაფერი აღარ უწევს. თუმცა ჩვენს კონტექსტში, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტების დევალვაცია ხდება და პირიქით ავტოკრატიული ხდება თანდათანობით, ჩვენი სისტემა ამ თვალსაზრისით ეს იქნება კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი დარტყვა რეალურად სამოქალაქო საზოგადოების და ორიენტირებული იქნება სწორედ იმ ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ბჭყალებში ფორმირების, რომელიც იქნება ერთგული რეჟიმის მიმართ და იქნება იდეოლოგიური მხარდაჭერი იმ პროცესების, რომელიც იქნება განვითარებული ქვეყანაში. ამიტომ კონტექსტი არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ამ კონტექსტშიც უნდა გავითვალისწინოთ რა არის მნიშვნელოვანი იგივე განათლების რეფორმები, რომლებიც ამჟამად არის დაანონსებული, რომელიც შეიძლება ახლა პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ გარკვეულწილად უკავშირდება იგივე ამ დღეებში განსაკუთრებით დიდი დარტყმა ჰქონდა სამოქალაქო განათლების პროგრამა. კი ბატონო, ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური პირდაპირ გავლენას ახდენს განათლების სექტორზე. აგენტოს მიერ იყო დაფინანსებული, რატომ იყო ეს პროგრამა, ეს მნიშვნელოვანი პროგრამა ამოღებული მიზანში, სწორედ იმიტომ, რომ იგი ხელს უწყობდა სამოქალაქო განათლებას, რომელიც ორიენტირებული იყო ღია მონაწილეობით კრიტიკულ აზროვნებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე, რომელიც ორიენტირებულია აქტიურ მოქალაქეობაზე. ჩვენ შეიძლება გვქონდეს დაფინანსებული პროგრამები სამოქალაქო განათლებაზე და სამოქალაქო განათლების პროგრამები საქართველოში, თუმცა სისტემა და კონტექსტი შეცვლის იმ გარემოებას, რომელიც სამოქალაქო განათლებასთან იქნება დაკავშირებული და ის ორიენტირებული იქნება რეჟიმის მხარდამჭერი, იდეოლოგიზირებული ადამიანის ჩამოყალიბებაზე სკოლებში და ამის ნიშნები სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს, როგორც განათლების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შეცვლის, კურიკულუმის შეცვლით, ეხლა გამოცდების სისტემის ცვლილებებით, რომელიც ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ბევრ პრობლემებთან. იმ კონტექსტში, რა კონტექსტში დღეს ვართ, ისევე როგორც უმაღლესი განათლების ცვლილებები, განათლებაში არსებული ცვლილებები, რომელიც ასევე იგივე. ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მე მეტ კითხვას ვეღარ გისვამთ. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.